რატომ დაესხა თავს ბრიტანეთის მთავრობა თავისუფალ მედიას ელჩი ისევ დუმს გარეთ უორდი ქუთაისში ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო. კომენტარი ვერც ამჯერად მივიღეთ. სოფო ბერიძე გვერდება. ბოლო ერთ კვირაში დღეს იყო მეორე დღე, როდესაც ვნახეთ, როგორ შეეცადა ბრიტანეთის ელჩი მედიისგან დაამალვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსად დღეს ის ქუთაისში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ისე მივიდა და ისე წავიდა, რომ როგორც მასპინძლებმა, ასევე მისმა გარემოცვამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბრიტანელი დიპლომატი ჟურნალისტების შეკითხვებს ამჯერადაც გაქცეოდა. გალაქტიონ ტაბიძის 51 ნომერში ყველაფერი, რასაც კადრში ნახავთ, მოწყობილი იყო იმისთვის, რომ ღონისძიების ერთი ნაწილი ღია სივრცეში გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ადგილზე მივიდა მედია, დიპლომატმა ამ ღია ღონისძიებაში მონაწილეობა აღარ მიიღო და საბოლოოდ დახურულ ფორმატში გამართულ ღონისძიებაზე გადაინაცვლა პირდაპირ. საბოლოოდ კი ტერიტორიას ისე გაეცალა, რომ კვლავაც არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, ისევე როგორც საელჩო ოფიციალურად არ პასუხობს არც წერილობით კითხვებს. ეს კი მართულ პარტიას ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეუბნება ყველაფერს. პირველ რიგში ეუბნება იმას, რომ ბრიტანეთის მთავრობის ნაბიჯი არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა, სურვილი, რომ არ მოხდეს სიმართლის გავრცელება იმ მაუწყებლის მიერ, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს საქართველოში. და რაც შეეხება ოპოზიციას, გაირკვა, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს და მათთვის არის მიუღებელი ბრიტანეთის მთავრობის სადამსჯელო ნაბიჯი და ამ დროს რას ამბობს ნაციონალური მოძრაობა, პარტია, რომლის მთავარი ხელწერაც სწორედ სიტყვის თავისუფლების ჩახშობა, როდესაც მათ არგუმენტები აღარ აქვთ და პრინციპში ასეთი არგუმენტები არც არასდროს ჰქონდათ, ახლა გადავიდნენ იმაზე, რომ ჩვენ გარკვეული რჩევები მოგვცენ. შეგიძლიათ ბრიტანულ სასამართლოში იჩივლოთ და აწარმოოთ საქმე, არ ვიცი, მარტივი არის და იქ დაამტკიცოთ. ცხადია, რომ ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა და ჩვენ არ ვხვდებით შეზღუდვას, ვინც არ უნდა იყოს ეს ინგლისის მთავრობა იქნება ეს თუ ქართული ოცნება იქნება ქვეყნის შიგნით. მე არ მგონია რომ უკრაინას შეიძლება დააზიანოს პოზიტივი მან იმედმა. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო, რომელიც იყო ხაზგასმით მინდა ვთქვა, იყო ერთ-ერთი პლატფორმა თავისუფალი მედიის, დღეს აღმოჩნდა პირველი თავდამსხმელი თავისუფალ სიტყვაზე. ეხლა იმედს და პოზიტივს მაყურებელს ძალით ხომ არ აყურებინებენ ამ ტელევიზიებს. ხომ ყველამ კარგად იცის მათი პოპულარობა რატომ იყო? იმიტომ რომ მაყურებელი ყავდა. და ისიც ყველამ კარგად იცის რომ ობიექტურად შეგდებოდა ყველაფერი. სწორედ ეს ვერ აიტანა როგორც ჩანს Deep State-მა და აი დიდ ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაღებინა ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა შეფასდა, არა შეფასდება, არამედ უკვე შეფასდა ისტორიაში როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და თავისუფალ სიტყვაზე. ჩვენ ხედავთ როგორ იძულებით, ძალადობით აი ამგვარი ფორმებით ხდება საკუთარი სიმჭყალებში სიმართლის თავსმოხვევა სხვა ქვეყნებისთვის. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ დღეს ინფორმაციას და მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყავენ. ეს ტელევიზიები, იმედი, პოზიტივი, სხვებიც, როდესაც ცდილობენ მართალი სიტყვით საზოგადოებაში მიიტანოს სწორი ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ მიიღოს სწორად ინფორმირებული გადაწყვეტილებები, სწორედ აი აქ დაინახეს მთავარი შიში და სწორედ აი ამ ნაწილში ამიტომ გადაწყვეტეს ამ გადაწყვეტილებებით ამ ორი ტელევიზიის დასჯა. ძალიან ამ შემთხვევაში ნათელია, რა თქმა უნდა, ეს არის რადიკალური ოპოზიციისთვის, ვისაც მართლა პულსი არ ესინჯება, რაღაცა ტიპის ხელოვნური ჟანგბადის მიწოდება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედია საშუალებებისთვის თითქოს რაღაცა სივრცის გამოთავისუფლების მცდელობა. რადგან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ისევ უნდა გითხრათ, რომ ლონდონს აქვს გონივრული ეჭვი, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედია საშუალება უკრაინაში დესტაბილიზაციას აწყობდა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიდა. ეს კი როგორც პოლიტიკურ, ისე მედიაზე თავდასხმის ისტორიაში ყველაზე აბსურდულ ბრალდებად დარჩა.